ქალაქში კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება წყალმომარაგება. ამ დროისათვის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ალაზნის გამზირის, კავკასიონის, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა, რომელთაც ახალი გრაფიკის თანახმად წყალი ახლა უკვე 2 დღეში ერთხელ მიეწოდებათ. რის გამო შეიცვალა წყალმომარაგების გრაფიკი და როდის მოგვარდება ქალაქში წყლის მიწოდების პრობლემა? ნათია ნანაშვილი გიამბობთ. არ მოდის თქვენ თვალით შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ დროს როცა გინდა ნახოთ არ მოდის თელავისთვის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად კვლავ წყალმომარაგება რჩება. უწყლოობა ამ დროისთვის განსაკუთრებით აწუხებთ ალაზნის გამზირის, კავკასიონის, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩების მცხოვრებთ. ალაზნის გამზირზე მცხოვრები თიკა ხუციშვილის თქმით, საერთო ბინებში წყლის პრობლემა ყველაზე მძიმედ აისახება მოსახლეობის ცხოვრებაზე. განსაკუთრებით კი მასზე, ვინაიდან რეზერვუარი არ აქვს და წყლის გრაფიკზეა დამოკიდებული, რომელიც მუდმივად იცვლება. ხუციშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობას გრაფიკის ცვალებადობის შესახებ ხშირად წინასწარი ინფორმაცია არ აქვს და მთელი დღე უხდებათ სახლში დარჩენადაც და თუ როდის გადმოიღვრება მათი ონკანებიდან ეს ოდენ საჭირო სითხე. აქამდე ყოველ დღე მოდიოდა ცოტა და გუშინ არ მოვიდა. შესაბამისად გადავრეკეთ, გავიგეთ რომ გვექნება დღე გამოშვებით 4-დან 7-მდე. ვისაც არა გვაქვს რეზერვუარები, მით უმეტეს იმათთვის, რადგანაც წყლის მოსვლიდან წყლის მოსვლამდე უნდა რამენაირად გავიტანოთ თავი, რაც ძალიან ცუდია. ეს პრობლემა საერთოდ მარტო ეხლა კი არ წამოიჭრა, თელავში წლებია ასეთი ცუდი მდგომარეობაა და სასურველი იქნება რომ რამენერად ეშველოს, რომ მოსახლეობა ცოტა პირობები გამოგვისწორდეს მაგ მხრივ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თელავის სერვის ცენტრში აღნიშნულ ტერიტორიებზე გრაფიკის ცვლას წყლის დენადობის შემცირებით ხსნიან. სერვის ცენტრის მენეჯერი გურამ წულუკიძე აცხადებს, რომ წყლის დენადობის პრობლემა თავს სისტემატიურად ზაფხულისა და ზამთრის სეზონებზე იჩენს და პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ მოხდება. თელავში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მისი თქმით მარტიდან დაიწყება. შემოდინება გვაქვს თვის წყაროებიდან ძალიან ნაკლები, სადღაც წამში გქონდა 450-დან 500 litrამდე და ამ წუთას არის 300 litrამდე 280. მაგის გამო მაღალი კორპუსებია და მაღალი წნევით არ მიეტონებოდა და შესაბამისად ვერ იღებდა ზედასართულები. ამის გამო ყოველდღიურიდან გადავიყვანეთ 2 დღეში ერთხელ, რასაც მთლიან თელავს წყალს ვაწვდით, თითქმის იმაზე მეც ვაწვდით. ალაზნის გამზირს, აღმაშენებელს, კავკასიონს და რუსთაველს, მაგრამ მაინც საკმარად დანაკარგები გვაქვს ძალიან მეტი. გურამ წულუკიძის თქმით, შეუძლებელია გრაფიკის ცვლილების შესახებ მოსახლეობის წინასწარი გაფრთხილება, ვინაიდან სამსახურის თანამშრომლებს დაახლოებით 2 დღე სჭირდებათ იმაზე დასაკვირვებლად, რომელ უბანს რამდენ ხანში მიეწოდება წყალი. როგორც წულუკიძე ამტკიცებს, ინფორმაცია შეცვლილი გრაფიკის შესახებ უბნებში უკვე გამოქვეყნდა. მოსახლეობას წინასწარ ინფორმაციას ვერ მივაწვით, იმიტომ რომ სანამ 2 დღე არ გავა, ჩვენ თვითონ ვერ ვადგენთ რომელ საათიდან რომელ საათამდე მიეწოდება, ანუ 1 დღე უნდა გავუშვათ, დავაკვირდეთ, გავაყოლებთ. ოპერატორს სურდილებზე, ვინც აყვავს ჩვენი, აკვირდება და იმის დამიხედვით მეორე დღისით ვადგეთ გრაფიკს და ვწერთ. თელავის სერვის ცენტრის ინფორმაციით ალაზნის გამზირის, კავკასიონის, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩების მოსახლეობას ახალი გრაფიკით სარგებლობა იქამდე მოუწევთ, სანამ ავზებში შესაბამისი მარაგის წყალი არ დაგროვდება. ქალაქის დანარჩენ ნაწილს კი წყალი ყოველდღიურად დილისა და საღამოს საათებში მიეწოდება.